სალამი ყველას. დღეს გავაკეთებ ახალი ჯოხის unboxing-ს, რომელიც მალე საქართველოში წამოვა და ხალხს შეხვდება მალე და იმედია ძალიან ვასიამოვნო გამჯოხით. მოკლედ, ეს არის აქამდე გავხსენი უკვე ჩავიხედე შიგნით. ძალიან მაინტერესებდა და რა ჩამოვიდა, როგორ მდგომარეობაშია, რა ხარისხის არის და ასე შემდეგ. ეს არის Daiwa iPrime 66 UL. ეს არის საკალმახი ჯოხი, ultralight-ი, 0.6 3 გრამი. აი, ესე გამოიყურება ჩვენი ჯოხი. სიგრძეში არის 1.98 m, წონა აქვს 70 გრამი. გავხსნათ ახლა და ვნახოთ როგორი ვიზუალის არის და რეალურად ხელში როგორი საგრძნობია. როგორც ხედავთ, თავისი ესეთი შეფუთვით მოდის, ამასთან ერთად პარალელურად კიდე ამხელა ყუთშიდევს, სადაც მსგავსი შეფუთვით არის ჩადებული. თან ამ ვიდეოს გაგრძელება უკვე იქნება ამ ჯოხის გატესტვა ისეთ ადგილზე, სადაც არის კალმახი აქ. თავარია მივაგდოთ. აქ არის ინსტრუქცია თუ როგორ არ უნდა გამოიყენოს სიტყვაზე ჯოხი. და მოდი ამის თავი გავანებოთ და გადავიდეთ ჯოხს. ორ ყუთში დევს, ჩემი აზრით, რავი, სადაც არ უნდა გააგზავნო, ყველგან ესე უსაფრთხოდ ლამაზად ჩავა. და მოდი მოვხსნათ ესეც. Так, ესეთი დაბალი წონა ნახოთ, თითქმის არ იგრძნობა ხელში. პირველად გამოვწერე ესეთი ჯოხი და რასაც ახლა უყურებ, შვენიერი. ასურს ძალიან. წვერი, როგორც ხედავთ, ბილია. როგორც საკალმახი ჯოხი შეეფერება, მგონი რომ კარგი ჯოხი უნდა იყოს, კარგად უნდა გაკაჩოს. მე ამ ჯოხზე დავაყენებ Daiwa's XLR-ს 3000-იანს CX-H-ს, რომელზეც უკვე გადაწყობილი მაქვს Mako, სპეციალურად ბიუჯეტურობის პონჩი გამოვწერე Mako, რომელზეც დავაყენე 0.6 ზომა წნული. ეს კოჭა ძალიან მაგარი გამოდგა. 4-5 კილო თევზი ჩვეულებრივად მოყავს, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოში. მოკლედ, იდეალურია კოჭა, იდეალურია ჯოხი. ერთადერთი ის რა დაგვშენია, რომ კომბინაციაში გავტესტოთ ეს ორი და გადავინაცვლოთ ისეთ ადგილას, სადაც იქნება ტბა და თევზი. წავედით. და ჩამოვედით ესეთ მაგარ ადგილას. რა ჩემი თურქი ძმაკაცი. ცოტა იქითკენ უნდა გავუყვეთ და მივადგებით უკვე საკალმახი ადგილს. და გაიტესტება დღეს Daiwa iPrime. Perfecto. Good place. You like it here? Yeah, perfecto. მოკლედ ესეთი ასეთი ადგილი არის, ეს ჩაყოლებაზე კიდე ტბები არის და ეხლა აქედან არ ჩანს, მაგრამ საერთოდ ხელს ვიშვე ყველგან თევზი არის მოკლედ. ესეთი ბუნება არის. აი აქ შეგიძლიათ დაჯდე, რავი, მე მიირთვა სიტყვაზე შენი დაჭერილი თევზი და მოკლედ გაერთობი რა, დილით რომ მოხვიდე მეგობრებთან ერთად, დაიჭირო თევზი, რამდენი წიგნე შეგიძლია წაიღო. და აი აქ არის ესეთი ცეცხლის დასანთები ადგილი, აქეთ გადახურული, აქაც პატარ-პატარა ესეთი კარვები არის, სადაც 3-4 კაცი დაჯდებით, მოისვენებთ. აქაც და აქ походу მაღაზია არის, შეგიძლია იყიდო ლუდი, წვენი, რა ვიცი. მოკლედ ახლა ვწდი ესეთ Daiwa-ს ბზრიალას, ვარდისფერი ოქროსფერში. ნახოთ რა იქნება. ოპა! დაჯდა, yeah. დაჯდა პირველი კალმახი. ბასისა. Yes. Bas. Okay, come on baby, come on.
No, bus. Very good size bus. Okay, baby. Shrenery. My boy. Yes. So oily, yes? Yeah, like this. But one eye have like a blind. But maybe someone hit the hook in his eyes or her eyes. I don't know. Okay, let's go. Bye bye. Yeah. Woo! Oh, that's all. Give me the. Oh. Shenak raginda. Korchila gaichita. Appa. Oh, rakaizono korchila. Appa, shenieri. Gadasareri. ხელები იჭრება ახლა როგორც თბილისის ზღვაზე. ლამაზი. აც მოვთევზე. შეგახსენეთ, ტესტი არის 0.6 გრამამდე. ჯოხი არის იდეალურად სუბუქი, 70 გრამია. ფაქტიურად ხელში მიჭირავს კოჭა. და არის ურბილესი ჯოხი. Very good. Nave. Bijo, what is it? It's a bass fish. Okay. It's so oily, yes? Not too much. Take it. Take it with your eye, Amana. Bye bye. Bye bye. Opa! Seu bacia, dei 8 ele. Okay. Patara bacia. ესეთი GSB ევასება თულმე ბას შვენიერი პატარა ზომა მაგრამ გაკაიფებს რა მაგრამ ჩვენ გვინდა კალმახი რომ ეს გაუშვით Opa! ეს რო საინტერესო თუზია რა არის. მე მგონი ეს თევზი შემოიყვანეს თბილისის ზღვაზე თუ არ ვცდები. სახელი არ ვიცი რა არის, მაგრამ კაი აგრესიული თევზია. შვენიერი, ეს გავუშვათ. კიდე იყო მცდელობა? ეგა. იდე ბასი კაცო, არ მინდა ეს ბასი. იდე კაი გაძვრა.
იგა. არა ესეც ბასია. ბას. Attached. My, maybe I need change. Look at the size. Magari zone. What the hell? This ჩოგდებული არ იყო, ეგრევე რა იყო რა. Maybe no, I'm not sure it's bus. I think it's still bus. Oh, it's a throat maybe. come to me, where you go? No, it's a bus. So, კიბორჩხალამაც იმუშავა. ეს არის პერკლის კიბორჩხალა. გავუსწროთ. გრამნახევარი სიმძიმით. ეტი არც არის საჭირო ამ ჯოხზე. ფენიერი იქნება 600 გრამიანი ეგზემპლარი. გავუშვით. კალმახზე მინდოდა თევზაობა და პასფიშტეკ თევზაობა გამოგვივიდა. რა ვიზოთ? დადაქტიური ეს თევზია ახლა. Dio, cinta. How I can say in Georgian for you? Kagvimarjos for us. Kaguyumarjos. Yeah. Thank you. Let's try. Şerefe. Şerefe. Guys, follow him on YouTube and subscribe, okay? See you. See you. Good size. It's more bossy. დებასი მე მგონია კალმახია ღარა ისეთი ცელი დასწროს მარტო ესეც ჯესპის საპორა Ширине. Так. Ура, გაგლეჯილი აქ პირი ბიჭო, საწყალი. ზეთი. მოკლედ, მოურჩით თევზაობას, ჯოხიც გაიტესტა. ძალიან კმაყოფილი ვარ მე პირადად. ძალიან ლამაზი ადგილია. კალმახზე სათევზაოდ გამოვედი იდეაში, ვიცოდით რომ აქ კალმახი იყო და მართლაც არის ერთი. უბრალოდ არაფერზე არა იყო, არც ბზრიალაზე, არც ვობლერზე, არც სილიკონზე, არაფერზე რეაგირება არ ქონდა. სამაგიეროდ დავიჭირეთ ქორჭილა და ბევრი ბასი. თუ მოგეწონა ვიდეო დალაიქე, გამოიწერეთ, დააკომენტარეთ, რაც გაგისწორდება და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.